დეკორატიული მცენარეები, რომლებიც თვალს ახარებს, დანახვისთანავე სასიამოვნო განწყობაზე გვაყენებს. აქვთ სასიამოვნო სუნი და თავბრუდამხვევი არომატი, ამავე დროს ხშირად შხამიანია და საშიშია, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. თუ მცენარე ისეთია, რომ კანს აღიზიანებს და საძაგელი გემო აქვს, კიდევ არ აუშავს, რადგან შეხებისას თუ დაისუსხა ან გემოს გასინჯვისას არ ესიამოვნება, ბავშვი მცენარეს მოშორდება, დაღეჭილს გადმოაფურთხებს და ტირილით მიმართავს უფროს, რითაც დახმარებას დააჩქარებს. მაგრამ არიან ისეთი მცენარეებიც, რომელთაც სასიამოვნო გემოც აქვს და ასეთები განსაკუთრებით საშიშია. რადგანაც სიმპტომების გამოვლენამდე ბავშვი როგორც წესი არავის მიმართავს, ხოლო სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი პრობლემა ბევრად უფრო რთული ხდება. საბედნიეროდ, გავრცელებული ბაღის მცენარეებს შორის აი ასეთი თან შხამიანი და თან ამავე დროს გემრიელი მხოლოდ ერთი ვიცი. შეიძლება მეტიც იყოს, თუმცა ველურ ბუნებაში ასეთები საკმაოდ ბევრია. არც ის არის გამორიცხული, რომ ვინმემ ორიგინალობის მიზნით ასეთი მცენარე საკუთარ ბაღში ან ქოთანში გაახაროს. ხომ არიან ტიპები, რომ შხამიანი გველი ყავთ ტერარიუმში. ასე რომ სრულიად შესაძლებელია ვინმე ჭკვიანმა კავკასიური ბელადონა დარგოს ბაღში. ეხლა სილამაზეს ნამდვილად ვერ დაუწუნებთ ასეთ მცენარეს. თუმცა მცენარის კარგი გემო სულაც არ არის სავალდებულო, შხამიანი მცენარის უბრალოდ გასინჯვაც საკმარისია, რომ ცუდი შედეგები დადგეს. ხოლო გასინჯვის მოტივი შეიძლება მცენარის სილამაზე და სასიამოვნო სუნი გახდეს. არსებობს ზოგადი წესები შხამიან მცენარეებთან მუშაობის, პირველ რიგში ეს არის რეზინის ხელთათმანებით მუშაობა გასხურისას, რომ მცენარის მწვენმა კანი არ გააღიზიანოს. არასოდეს არ უნდა მოუწყვიტოთ ყვავილი ან დაზიანებული ფოთოლი შიშველი ხელით. და თუ მაინც მოუწყვიტეთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიბანოთ ხელები. ცხადია, ასეთი მცენარეების გემოს გასინჯვა და გადაყლაპვა ძალიან საშიშია, ამიტომ უნდა მოვარიდოთ ბავშვები და შინაური ცხოველებიც. განსაკუთრებით ისეთებისაგან, რომლებსაც სუნიც შხამიანი აქვთ. არასოდეს არ უნდა გავაკეთოთ თაიგული არა მარტო სუნის გამო, არამედ მცენარის წვენით საკმაოდ სახიფათო შეიძლება გამოდგეს. ჯერ განვიხილოთ მცენარეები, რომლებსაც აქვთ სასიამოვნო სუნი და უკვე ეს სუნი არის ტოქსიკური. მხოლოდ სუნმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, გულისრევა, განსაკუთრებით ალერგიულ ადამიანებში. სიმპტომები უფრო ძლიერ ვლინდება. ასეთი მცენარეები უნდა დავრგოთ ღია სივრცეში ან კარგად ვენტილირებად შენობაში, თორემ უბრალოდ დაგროვდება მცენარეების მიერ გამყოფილი ნივთიერებები და მავნე შედეგი უფრო მძიმე იქნება. ასეთი მცენარეები ძალიან ბევრია ამარილისისებრთა ოჯახში. ეუჰარისი, იგივე ამაზონის ლილია, უბრალოდ ძალიან ლამაზი ყვავილია, მაგრამ მისი სუნიც კი ტოქსიკურია. კრინუმი, კიდევ ერთი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახიდან, შეხედეთ რა ლამაზია შეჩვენებულია. ჰიაცინტი, ულამაზესი ყვავილი და სასიამოვნო სუნი, რომელიც თავბრუსხვევას იწვევს. ჰიაცინტის ყვავილის მტვერმა შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური რეაქციები. ლილიები ასევე არ შეიძლება დავტოვოთ დახურულ სივრცეში. ხლა სხვას ვის ვასწავლი, ლილიები ჩემ ეზოშიდაც საკმაოდ ბევრია. არ და არ მიყვარს ეს მცენარე თავისი სუნის გამო, მაგრამ რა ვქნა ახლა მეუღლეს მოწონს და რომ ზირკვო, ასე ვთქვათ, ოჯახურ ძალადობაში შეიძლება ჩამეთვალოს. თუმცა იქ სადაც კულტურული მცენარეები, საკვები მცენარეებია და ბოსტანია, იქიდან რა თქმა უნდა მოვაშორე. შემდეგ ოლეანდრა, აქვს ლამაზი ყვავილები და ძალიან სასიამოვნო სუნი და მისი სუნის გარემოში ხანგრძლივი ყოფნა სახიფათოა ჯანმრთელობისათვის. ოლეანდრას ყველა ნაწილი შხამიანი გახლავთ. შემდეგ პელარგონია, იგივე გერანი,
ასევე ტოქსიკური სუნის მქონე მცენარეა. საინტერესოა, რომ ორქიდეა საყოველთაოდ ცნობილია როგორც შხამიანი სუნის მქონე მცენარე, მაგრამ რეალურად სულაც არ გამოყოფს შხამიან სურნელს. ზოგიერთი ალერგიული ადამიანისათვის მისი სუნი ნამდვილად არასასიამოვნოა, ამიტომ ალერგიულები უნდა მოერიდონ მხოლოდ. თუმცა ეს მცენარე რეალურად შხამიანია და შხამიანია მისი ყველა ნაწილი. ანუ ვთქვათ, არ შეიძლება რომ მის წვენს შევეხოთ შიშველი ხელით, ან შევჭამოთ, ან გავსინჯოთ, ან რაიმე ამდაგვარი. ეხლა თუ ჩამოთვლითაგან 1-2 ეგზემპლარი გაქვთ ბალკონზე, ამ დიდ ბაღში დარგული ღია ცის ქვეშ, არც არაფერი არ შავდება, მაგრამ თუ დიდი რაოდენობით არის ბაღში დარგული, უკვე არც არაფრით არ განსხვავდება დახურული სივრცისაგან, განსაკუთრებით უქარო ამინდში. საერთოდ კი შხამიანი სუნის მქონე მცენარეების მოშენებას მე ვეძახი მაზოხიზმს. შეიძლება ეზოში ყველა წესის დაცვით გაქვთ ევჰარისის ორიოდ ბუჩქი დარგული, ისე რომ მათ სუნს ვერ გრძნობთ. მაგრამ ფაქტია, მათი გამოყოფილი ნივთიერებები პირველ რიგში თქვენს ეზოში ნაწილდება. და იქ კი სწორედ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები იმყოფებით წლების განმავლობაში. და მცირე დოზებით იღებთ ამ ნივთიერებებს. ეხლა ხანგრძლივი ეფექტი როგორია, არავინ იცის. ეხლა ვისაუბროთ ისეთ შხამიან მცენარეებზე, რომელთაც ტოქსიკური სუნი არ აქვთ. მაგრამ ასეთი მცენარეების, რა თქმა უნდა, არც ჭამა შეიძლება, არც მათ წვენთან შეხება, რადგან ვიმეორებ შხამიანია. პირველი ეს არის მონსტერა. ძალიან ლამაზი მცენარე, დიდიც იზრდება. შემდეგ დიფენბახია, აი ხედავთ მას სურათზე. შემდეგ ფილოდენდრონი, ესეც მე ძალიან მომწონს სიმართლე გითხრათ, გარეგნულად. და შემდეგი ეს არის კროტონი, ესეც ლამაზი დეკორატიული მცენარეა. თუმცა ეს მცენარეები შეიძლება ითქვას, რომ ძალიან უგემურია, მწარეა გემოზე და თქვათ ადამიანი თუ მას გასინჯავს, ბავშვიც დაუყოვნებლივ გადმოაფურთხებს. ეხლა ვისაუბროთ შხამიან და გემრიელ მცენარეებზე, აი ესენი განსაკუთრებით საშიშია, რადგან ბავშვმა შეიძლება გასინჯოს, მოეწონოს და მერე კიდევ შეჭამოს, რითაც მხოლოდ დაიმძიმებს სიტუაციას. და აქ უფროსებს გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. პირველი ყველაზე საშიში, რადგან არსებობს ტრადიცია მისი დეკორატიულად დარგვის, ეს არის მაჯაღვერი. რუსულად ეძახიან ვოლჩი იაგოდნიკს. ძალიან ლამაზი დეკორატიული ბუჩქია, მკვეთრი კვასკვასა წითელი ნაყოფით, რომელიც სხვათა შორის გემრიელია. მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ნაყოფი ფრინველებისათვის არ არის, შხამიანი ფრინველები მას ჭამენ და ამით ავრცელებენ კიდეც მაჯაღვერის ბუჩქებს. შემდეგ მეორე კავკასიური ბელადონა, იგივე შმაგა. ეს პომიდორის მამიდაშვილია. იგივე ძაღლყურძენ ნასებრთა ოჯახიდანაა, საიდანაც პომიდორი. და შხამიან ალკალოიდებს კიდევ უფრო მეტ შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი ბელადონა, ევროპაში გავრცელებული. ნაყოფი ტკბილია და ბავშვმა თუ გასინჯა, შეიძლება მოეწონოს კიდეც. ველურ ბუნებაში არის ბაღებში, რა თქმა უნდა, არავინ აშენებს, მაგრამ არ არის გამორიცხული ვინმე დეკორატიული მიზნით იორიგინალოს და დარგოს კიდეც. იმიტომ რომ ლამაზია და ყვავილებიც ლამაზი აქვს და ნაყოფიც. შემდეგ საქართველოში არის ციკუტა. მაგრამ ამჟამად აქტუალური არ არის, რადგან მხოლოდ ოკუპირებულ აფხაზეთშია. მცენარის ყველა ნაწილი, რა თქმა უნდა, შხამიანია, მისი ფესვი ჭარხალს წააგავს, აქვს სტაფილოსნაირი სუნი და გემო. მისმა მცირე გასინჯვამა შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. თუ გახსოვთ, ლეგენდის თანახმად, სოკრატე სწორედ ციკუტას შხამით მოწამდეს.
ეხლა ერთი მნიშვნელოვანი გაფრთხილება. ყველა დეკორატიულ მცენარეს მე უბრალოდ ვერ განვიხილავ. შეიძლება არც ვიცი. მცენარე თუ შხამიანების სიაში არ შევიტანე, არ ნიშნავს, რომ ის უშხამოა. საჭმელად ვარგის და სასარგებლო დეკორატიულ მცენარეებს ცალკე ჩამოვთვლი. და ახლა სწორედ ამ საქმეს შევუდგები. ეხლა ვისაუბროთ დეკორატიულ მცენარეებზე, რომლებიც იჭმება და სასარგებლოა ადამიანისათვის. როცა პატარა ბავშვები ყავთ ოჯახში, თქვენი ბაღი ასეთი მცენარეებით დაამშვენეთ, შხამიანები გადააშენეთ და ეს მცენარეები, რომლებზეც ახლა ვისაუბრებ, შხამქიმიკატებით არ შეწამლოთ. არანაკლებ სილამაზეს მიიღებთ. თუმცა აქაც გაფრთხილება, შეიძლება მცენარის ყველა ნაწილი არ გამოდგებოდეს საკვებად და გარდა ამისა, ბავშვისთვის მტვრიანი და მიწიანი მცენარის პირში ჩადება სულაც არ არის მიზანშეწონილი, ამიტომ ასეთი დეკორატიული საკვებ სასარგებლო მცენარეები კი კარგია, პატარის სათამაშო ნაკელებს სახიფათოა, მაგრამ ჩვენ ყურადღება მაინც არ უნდა მოვადუნოთ. პირველი დავიწყებ ნასტურციით. ულამაზესი ფერადი ყვავილი, ყვავის ხანგრძლივად იჭმება მცენარის ყველა ნაწილი. მე პირადად ძალიან მომწონს მისი გემო და კიტრი პომიდორის სალათა ნასტურციის ყვავილებით გაწყობილი შესანიშნავი დესერტია. ევროპა ხომ გვინდა? ხოდა ევროპაში ასეთ სალატს ძალიან დიდ პატივს სცემენ. და მინდა გითხრათ, რომ გემოვნება არ დაეწუნებათ. მეორე, ეს არის გიგანტურფოთლებიანი წითელი მდოგვი. მისი გამოყენება შეიძლება სალათებში, რა თქმა უნდა. და გარდა ამისა, ტოლმა შეგიძლიათ მასში გაახვიოთ. რაც ძალიან ორიგინალურია. შემდეგ იაპონური წითელი მდოგვი, იგივე მიზუნა, წითელი მიზუნა. სალატებში ფანტასტიკურია სილამაზითაც და გემოთიც, თუმცა ცხელ კერძებში არომატს კარგავს. შემდეგ ციტრუსის ხეები, მანდარინი, ლიმონი, პორტოხალი, ყველა ამათ აქვთ ჯუჯაჯიშები. შემდეგ როზმარინი, ულამაზესი ბუჩქი და უგემრიელესი საკმაზი. რამდენი როზმარინია თბილისის პარკებში დარგული და თბილისის გამწვანების მიერ დარგული, არც დამითვლია და არც ვაპირებ, ძალიან ბევრია. შემდეგ პასიფლორა, რაღაც კოსმოსური ანტენასავით ყვავილები რომ აქვს და ნაყოფი მისი საკვებად ვარგისია, რომელსაც მარაკუია ქვია პასიფლორას ნაყოფს. შემდეგ არსებობს ჯუჯაბროწეული, ესეც ძალიან ლამაზი მცენარეა, მისი ნაყოფი რა თქმა უნდა იჭმება. შემდეგ ჯუჯა პომიდორი, ეს ძალიან მოსწონთ ბავშვებს. არის ასეთი ჯიში ბალკონზე ჩუდოს ეძახიან. გარდა ამისა, არსებობს ჯიში, რომელსაც იკებანა ჰქვია. ახლა რო გითხრათ, შავ ყირიმულს და ჭოპორტულ პომიდორს გემოთი ნამდვილად ჩამოვარდება, მაგრამ ბავშვები დიდი სიამოვნებით მიირთმევენ, თქვათ, განსაკუთრებული საგემოვნო თვისებები პომიდორის პირობაზე, რა თქმა უნდა, არ აქვთ, მაგრამ ნაყოფი ლამაზია, გემრიელია, სასარგებლოა და ასე შემდეგ. დეკორატიულ წიწაკას თუ გააშენებთ, ეს ბავშვებთან სათამაშოდ ცოტა ნაკლებად გამოდგება, ეცადეთ, რომ ნაკლებად ცხარე ჯიში შეარჩიოთ, არის ასეთებიც. ანუ ბაღში სადაც პატარები თამაშობენ, ეცადეთ, რომ ძალიან მწარე წიწაკა არ დარგოთ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბავშვს არ მოწამლავს მაინც. და პიტნა თუ კარგად გამოხშირავთ და გაკრეჭთ, ესეც ძალიან ლამაზი მცენარე გახლავთ და გარდა ამისა პიტნის საგემოვნო და სამკურნალო თვისებები მე მგონი რომ ყველასათვის ცნობილია. ჩვეულებრივი ბოსტნის მცენარეებიც ზოგიერთი ძალიან ლამაზიც გახლავთ და შეიძლება დეკორატიულადაც მათი გამოყენება თუ რა თქმა უნდა კიდევ შესაბამისადაც გავკრეჭთ. მაგალითად რეჰანი ბაზილიკის ფორმირება ძალიან ლამაზ ფორმებზედაც სრულიად შესაძლებელი გახლავთ. მაგრამ თუ
გვინდა მაინც და მაინც ძალიან ლამაზი ყვავილი თან ისეთი რომ რა თქმა უნდა ბავშვებისათვის უხიფათო იყოს ეს არის ვარდი არსებობს უამრავი სხვადასხვა ფერის და ვარდების ბაღზე ლამაზი სურნელოვანი აბა რა უნდა იყოს თან ბავშვებისათვის უუნებელია თუ ცოტა არ დაიკაწრა მეც ვერაფერს დაუშავებს პატარებს და კიდევ ერთხელ რაც მთავარია ბაღი სადაც თამაშობენ ბავშვები და სადაც არის დეკორატიული მცენარეები არავითარ შემთხვევაში არც ჰერბიციდით არც პესტიციდით არანაირი შხამქიმიკატით არ უნდა დამუშავდეს დღეისათვის სულ ეს იყო ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ